კილაძე, ოთარ ფარცხალაძე, ძმები მიქაძეები. საქართველოს პროკურატურამ კოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა. თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში ბრალდებული ორგანიზებული დაჯგუფება. გამოიღეს ლეპტოპი, ტელეფონი, ბლოკნოტები, ფლეშკავორი ცალი და ოჯახის თანხა. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მატარებელი ჩანაწერია, სადაც ელისო კილაძე ჯიბლაძესთან ერთად გეგმავს თუ როგორ უნდა აახიოს მის სიტყვები, რომ თქვა ქონება ისრაელის ინვესტორს. კოლ-ცენტრების ახალი 20 ტომიანი საქმე და ფარული ჩანაწერები. კოლ-ცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც სხვადასხვა ოპოზიციურ მედია საშუალებას აფინანსებდა. ხოლო კოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე ახორციელებდა. ექს-პრემიერის შულზე ძებნა გამოცხადდა. ბესარიონ ჟვანია არ ესწრება საქმის განხილვას, ვინაიდან იგი იმყოფება მიმალუაში, მე მოვისმენე კაკულიების პოზიცია. უსა ჟვანიას, ნიკო კვარაცხელიას სკოლობის ორგანიზებაზე ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს. ძმები კაკულიები ციხიდან დისტანციურად ჩაერთნენ, თუმცა ბრალს არ აღიარებენ. რამდენი უკანონო მიგრანტია საქართველოში? უცხო ქვეყნის რამდენ მოქალაქეს აქვს ბინადრობის უფლება და მათგან რამდენია ქართველი? ჩვენ 2025 წელს გავაძევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში. გვაქვს მიზანი, რომ უზრუნველყოთ არალეგალური მიგრაციის ნულამდე დაყვანა. პრემიერის ინტერპელაცია პარლამენტში. რა თქმა უნდა, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა, რომ უზრუნველყოთ ჩვენი ეროვნული და ასევე რელიგიური იდენტობის შენარჩუნება. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან და დავით კაკულიასთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე დღეს 18 თებერვალია გიყვებით დღის მთავარ თემებსა და მოვლენებს საღამოშვიდობისა. ელისო კილაძე დაკავებულია ოთარ ფარცხალაძეს ახალი ბრალი წაუყენეს, ისევე როგორც ძმებ მიქაძეებს. კოლ-ცენტრების 10 კაციანი ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც დიდი ოდენობით თანხებს და კრიპტოვალუტას მოტყუებით ეუფლებოდა. დღეს დასახელებული ყველა პირი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაშია ბრალდებული. ზოგი მფარველობდა, ნაწილი კოლ-ცენტრების გამართულ მუშაობას უზრუნველყოფდა, ნაწილი კი კონკურენტების გაშავებით და შანტაჟით იყო დაკავებული. მათ შორისაა ქრონიკა პლუსის დამფუძნებელი, რომლის სახშიც დღეს ჩხრეკა 7 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დღეს გავრცელდა ელისო კილაძის აუდიო ჩანაწერით, სადაც ის თავად საუბრობს თავისი საქმიანობის მეთოდებზე. პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ასეთი საინფორმაციო მხარდაჭერით იღებდა ის საკუთარი მფარველებისგან სოლიდურ სარგებელს. ის რაც გამოძიებით მხოლოდ ამ ეტაპზეა დადგენილი 2023 წლებში კოლ-ცენტრების მეშვეობით ორგანიზებული ჯგუფი მოტყუებით დაეუფლა უცხო ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქის კრიპტოვალუტას, რომლის ღირებულებაც დოლარში თითქმის 10 მილიონს აღწევს. ვირტუალური აქტივების დაუფლების, მათი კონვერტაციის, ხელფასებისა და ბონუსების გაცემის შემდეგ ჯგუფის წევრები უკანონო შემოსავლებს უძრავ-მოძრავ ქონებაში აბანდებდნენ და ფულს ასე ათეთრებდნენ. საუბარია რამდენიმე ათეულ თაღლითურ კოლ-ცენტრზე ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც ძმები მიქაძეების მსგავსად უკვე ბრალდებულია ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. რუსთავის იზოლატორში სასამართლოს ელოდება ელისო კილაძეც. წარდგენილი მუხლით ყველა ბრალდებულს 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. რა მტკიცებულებები დევს 20 ტომიან საქმეში, ნანა გოგატაძე ისაუბრებს კოლ-ცენტრების ახალ სკანდალზე. 20 ტომიანი საქმის მასალებში ორი უწყების მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული არაერთი მტკიცებულება დევს, მათ შორის არის მოწმეთა მამხილებელი ჩვენებები. გამოძიების ინფორმაციით ორგანიზებული ჯგუფის წევრთა ნაწილი მიმალვაშია, ნაწილი თავისუფლებაზე, ნაწილი კი გისოსებს მიღმა. მათ შორის არის ელისო კილაძე, რომელსაც გამოძიება ფულის გათეთრებას და თაღლითობას ედავება. ბრალდებულები ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინში არიან. უკვე ცნობილია სახელმწიფო ბრალდების პოზიცია. პროკურატურა იმ პირების შემთხვევაში, რომლებმაც გამოძიებასთან ითანამშრომლებს და დანაშაული აღიარეს, შუამდგომლობის სახით გირაოს მოითხოვს, ნაწილის შემთხვევაში კი პატიმრობას. რა სქემით მუშაობდა ორგანიზებული ჯგუფი და ვის რა როლი და ფუნქცია ჰქონდა? ამ შეკითხვებს პასუხი გამოძიებამ უკვე გასცა. თბილისის ცენტრში ამ 9 სართულიანი შენობის მეოთხე და მეხუთე სართულებზე კურიერის ინფორმაციით ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრები ფუნქციონირებდა. თუმცა ეს ერთ-ერთია და არა ერთადერთი იმ ოფისებიდან, რომელსაც ორგანიზებული ჯგუფის წევრები უკანონოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ფულის ან კრიპტოვალუტის მოსაპოვებლად იყენებდნენ. ტრანსნაციონალური დანაშაული პროკურატურამ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად გახსნა, გაშიფრა სქემაც და ორგანიზებული ჯგუფის 10 წევრი ამხილა.
ორი უწყების მიერ ჩატარებული არაერთი საგამოძიებო მოქმედებით და მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, რომ დაჯგუფების ლიდერი და კოლ-ცენტრების მფარველი ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე იყო. მასთან ერთად კი დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართულები იყვნენ ძმები მიქაძეები, ელისო კილაძე, გივი ჯიბლაძე, ბიზნესმენი ბენანური და კიდევ 4 პირი. ელისო კილაძეს ხელბურკილები მის საცხოვრებელ სახლთან დაადეს. ტატიშვილის 34 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადვოკატის ინფორმაციით ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები და ფული. თავად კილაძე თაღლითობას და ფულის გათეთრებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ორგანიზებულ ჯგუფთან კავშირი არასდროს ჰქონია. ამოიღეს ერთი ლეპტოპი, ტელეფონი და მეორე ლეპტოპი ბავშვის საწოლი ოთახიდან და ოჯახის თანხა, რომელიც მეუღლემ დაადასტურა, რომ მისი თანხაა ესა. რაოდენობა დიდი არ არის, მაგრამ თავ შევიკავებ რაოდენობისგან. ბრალდებული ელისო კილაძე უარყოფს გამოძიების ინფორმაციით კი სწორედ ის უწყობდა ხელს კოლ-ცენტრების ფუნქციონირებას. უკანონო საქმიანობას კანონიერად ასაღებდა და აშანტაჟებდა იმ კოლ-ცენტრების წევრებს, რომლებიც ორგანიზებული ჯგუფის გავლენის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. კოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედია პლატფორმაზე გავრცელებით ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად იმ კონკურენტი კოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეულები, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით განმობირებისათვის სათანადო პირობების შექმნა. 20-იანი საქმის მასალებში ელისო კილაძის წინააღმდეგ ამავე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ბენანურის მამხილებელი ჩვენება ცდებს, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა. ადვოკატის თქმით, სწორედ მან გადასცა პროკურატურას აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ელისო კილაძე და გივი ჯიბლაძე კოლ-ცენტრებთან დაკავშირებით საუბრობენ. გააკეთოს უკრაინაში ეგრევე დავრეკავ ისე რომ ორ პონჩი რა აქეთ ქუჩაშიც და ოფიციალურ ნაწილშიც რა. ანუ კამთავის გოგოს ამბავზე რომ შემოხდა ხო და ეკა ხერხეულიცის და რაღაცა ამბერდი რომ მომიყვა, მაშინ უთხარი რომ მეუთხარი ძალიან ობიექტურად შეფერხებები, იმიტომ გქონდა მეთქი რომ ბენი აყირავდა რაღაცნაირად თქო. просто ბოლო მომენტში ავახიერეთ ისა რა ქვიან წილი თქო რა. ანუ კონცენტრების თემაშიც არის თუ არ არის? ეს ბენი ვიტყვი რომ ბოლო მომენტში გავარკვიოთ რა კეზერაშვილის კონცენტრების ბიზნეს პარტნიორი იყო თქო დედას მაგას ისეთ რაღაცებს აუგო. ამ აუდიო ჩანაწერის ავთენტიკურობას ბენანურის ადვოკატის ინფორმაციით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებს. ზურაბ თოდუას თქმით, ბენანურმა აღიარა, რომ კოლ-ცენტრები მის მიერ შექმნილი კომპიუტერული პროგრამით მუშაობდნენ. ბენანურის ერთადერთი კავშირი კოლ-ცენტრებთან შეიძლება იყოს მხოლოდ ერთადერთი რამ პროგრამა ლიც8, რომელიც არის ბენანურის ავტორობით, მისი საკუთრებაა და ფაქტობრივად ამ პროგრამას იყენებდნენ კოლ-ცენტრებში. ჩანაწერი, რომელიც მე პროკურატურას მივაწოდე 13 იანვარს, აშკარა დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მატარებელი ჩანაწერია, სადაც ელისო კილაძე ჯიბლაძესთან ერთად გეგმავს თუ როგორ უნდა წაართვას, ჩამოართვას, აახიოს მის სიტყვები რო ვთქვათ, ქონება ისრაელის ინვესტორს და როგორ დააკავშიროს იგი კოლ-ცენტრებთან. როგორ მოქმედებდა სქემა და ვის რა ფუნქცია ჰქონდა ორგანიზებულ ჯგუფში. გამოძიებამ დაადგინა, რომ საქმის 10 ფიგურანტიდან ყველა განსხვავებულ დავალებას ასრულებდა. ჯგუფის წევრთა ნაწილი კოლ-ცენტრების უსაფრთხოდ მუშაობას გავლენებით უზრუნველყოფდა. ნაწილი კი ოფისებისა და კადრების სწორ მენეჯმენტს ახორციელებდა. გივი ჯიბლაძე, ბენანური, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე უზრუნველყოფდნენ კოლ-ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას, იღებდნენ გადაწყვეტილებებს კოლ-ცენტრის გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ საქმიან პროცესზე აქტიურ ზედამხედველობას, შემოსავების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას. ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ კოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციებისგან ჩარევისგან დაცვას.
ბრალის ოფიციალურ დადგენილებას ოთარ ფარცხალაძის ნაცვლად მისი უფლებადამცველი გაეცნო. როგორია ქვეყნიდან გაქცეული ექს-მაღალჩინოსნის პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. ორგანიზებულ ჯგუფთან მისი დაცვის ქვეშ მყოფების კავშირს გამორიცხავს ძმები მიქაძეების ადვოკატი. ნებისმიერი პირებთან და ჯგუფების სახელწოდებით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მოხსენებას, აგერ უკვე თვეებია ზოგადად ვაპროტესტებთ ნებისმიერ კონტექსტში. გავიცნობით საქმის მასალებს და საქმის მასალებიდან გამომდინარე გავაკეთებთ აღნიშნულზე შესაბამის კომენტარს. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022-23 წლებში თბილისში არაერთი მრავალენოვანი კოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა. თაღლითური სქემა კი ასე მუშაობდა. ოპერატორები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ჯერ სავაჭრო პლატფორმებში ინვესტიციების ჩადებას თავაზობდნენ. შემდეგ კი მათ მიერ ჩადებულ დიდი ოდენობით თანხებსა და კრიპტოვალუტას მოტყუებით ეუფლებოდნენ. პროკურორის ინფორმაციით მიღებული თანხის ნაწილით სხვადასხვა ოპოზიციური მედია საშუალებები ფინანსდებოდა. კოლ-ცენტრების მცირე ჯგუფს კი ფარცხალაძესთან ერთად პატიმრობაში მყოფი სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა. 2020-2023 წლებში მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც არსებობდა რამდენიმე ათეული თაღლითური კოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული კოლ-ცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედია საშუალებას აფინანსებდა. ხოლო კოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ. ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 9.5 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას. შემდგომში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით დაზარალებულებისგან მოტყუებით დაუფლებული ვირტუალური აქტივები დანაწევრებით მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტოსაფულეებზე, რომლებსაც ორგანიზებული ჯგუფის წევრები განკარგავდნენ. ხოლო ვირტუალური აქტივების კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი ფული ხმარდებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს, ხელფასების და ბონუსების გაცემას, კოლ-ცენტრების მიმდინარე ხარჯების დაფარვას. ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოს და კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი მიმართული იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად. ეგრეთ წოდებული კოლ-ცენტრების საქმის ფიგურანტებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ტრანსნაციონალურ დანაშაულში ჩართული სხვა წევრების გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. გიორგი ბაჩიაშვილი თავისუფალია. პროკურატურის ინფორმაციით თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა სრულად აღიარა დანაშაული მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის ყველა საქმეზე, ასევე სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და ანაზღაურა ზიანი, რისთვისაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს 50,000 ლარის ჯარიმა და 1 წელი პირობითი სასჯელი დაეკისრა, თუმცა მას ციხეში უკვე მოხდილი აქვს 9 თვე. გიორგი ბაჩიაშვილის გარდა დასრულდა თანაინვესტორობის ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის მშობლების წინააღმდეგ აღძრული საქმეც. ბაჩიაშვილი 2025 წლის მაისში დააკავეს. ის მსჯავრდებული იყო ქართული ოსნების დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში, რისთვისაც 11 წლის თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ასევე მსჯავრდებული იყო სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და მტკვარი ჰესის საქმეზე. გიორგი ბაჩიაშვილმა საპატიმრო დღეს დატოვა. კიდევ ერთი მასშტაბური ოპერაცია, მათ შორის ნარკოტიკების გამსაღებლების წინააღმდეგ. ბოლო 48 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში დაკავებულია ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ჰეროინი, კოკაინი, ალფა-პპ, სუბოქსინი და ბუპრენორფინი. საქმეში დევს საკონტროლო შესყიდვის ფარული ჩანაწერებით. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ინტერნეტ აპლიკაციები, ხელიდან ხელში გადაცემა, სამალავე დაკავებულები ნარკოტიკების რეალიზაციისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. 97 პირიდან 91 ნარკოტიკების რეალიზაციის სქემებში იყო ჩართული. დაკავებულთა შორისაა ლატვიის მოქალაქე, რომელსაც საქართველოში სხეულით შემოქონდა 9 კილო კოკაინი. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანეს. სამართალდამცველებმა თბილისშივე აღმოაჩინეს ნარკოლაბორატორია, სადაც ირანის 2 მოქალაქე ამზადებდა ნარკოტიკულ საშუალებებს. მათი ბინიდან 9 კილომდე მეტამფეტამინია ამოღებული. ნარკოტიკების გარდა ჩატარებული რეიდის შემდეგ გამოძიების მტკიცებულების სახით საქმეში უდევს ათეულობით ცეცხლსასროლი, მათ შორის ავტომატური იარაღი, ხელყუმბარები და დიდი ოდენობით ფული.
ნარკოლაბორატორია ამ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში იყო მოწყობილი. კონსპირაციულ სახლში ირანის ორი მოქალაქე ქირით ცხოვრობდა. კუსტარულად ამზადებდნენ სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკს და შემდეგ ყიდდნენ. ეს კადრები კუსტარულ ლაბორატორიაშია გადაღებული. ჩანს, რომ მდგმურებს ნარკოტიკის დამზადებისთვის საჭირო ყველა მოწყობილობა ჰქონდათ. მათ შორის ქიმიური შენაერთები, გასაზავებელი ჭურჭელი და ელექტროსასწორები. ლაბორატორია სამართალდამცველებმა ოპერატიული ინფორმაციით აღმოაჩინეს და გამთენიისა სპეცოპერაცია ჩაატარეს. ორივე პირი დაკავებული, ამოღებულია 9 კილოგრამამდე მეტამფეტამინი. გამოვედი და ძალიან ბევრი ადამიანი დავინახე. თავიდან ვერ მივხვდი რას აკეთებდნენ. მერე გავიგე რომ ნარკო დანაშაულის გამო იყო აქ პოლიცია. ვინც ამ ბინაში ცხოვრობდნენ, მე არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან გამიხარდა რომ ისინი დააკავეს. თუ არ ვიცდები, ირანის მოქალაქეები იყვნენ. ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ლატვიის მოქალაქეც. კურიერის ინფორმაციით მას 9 კილოზე მეტი კოკაინის ხელში ქონდა დამალული და საქართველოში შემოტანას ცდილობდა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალგაზრდა მამაკაცი თბილისის საერთაშორისო აეროპორტშივე აიყვანეს. კოკაინი, ჰეროინი, ალფა-პვპ, სუბოქსინი, ბუპრენორფინი და სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული ნივთიერებები. სამართალდამცველებმა ბოლო 48 საათში ამოიღეს. ნარკოდანაშაულისთვის კი 91 პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით მათი უმეტესობა რეალიზატორია. როგორ მოქმედებდნენ ნარკოდანაშაულის სქემაში ჩართული პირები და რა სახის ოპერატიული ღონისძიებები ჩატარდა. საპოლიციო ღონისძიების დეტალებზე დღეს შინაგან საქმეთა მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. დავაკავეთ ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 97 პირი. მათ შორის ნარკორეალიზაციასა და ნარკოდანაშაულების სქემაში ჩართული 91 ადამიანი. ამოვიღეთ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. ნარკოდანაშაულების პირადი ავტომანქანებისა და საცხოვრებელი ბინების შეკის შედეგად ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულთა შორისაა ლატვიის მოქალაქეც, რომელიც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დავაკავეთ. ის საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით 9 კილოგრამზე მეტი კოკაინის შემოტანას ცდილობდა. გარდა ამისა, პოლიციელებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე თბილისში ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში აღმოაჩინეს ნარკოლაბორატორია. დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები ნარკოტიკს სხვადასხვა გზით ყიდდნენ. კლიენტს გადასცემდნენ ხელიდან ხელში ან ტოვებდნენ სამალავებში, თუმცა ირკვევა, რომ იყენებდნენ სხვა მეთოდსაც. რეალიზაცია კონსპირაციულ ბინებშიც ხდებოდა. დანაშაულის ფაქტს ეს ფარული მასალაც ადასტურებს. საკონტროლო შესყიდვის კადრებში ნაჩვენები პირები დაკავებულები არიან, თუმცა კურიერისთვის ცნობილია, რომ ნაწილი მათგანი ნარკოტიკის გაყიდვას უარყოფს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იყენებს. არსებობს მართალია ფარული ჩანაწერები, თუმცა რეალიზაცია გამორიცხულია, იმიტომ რომ არ დასტურდება მისი როგორც რეალიზატორის როლი აღნიშნულ საქმეში. შეძენა შენახვაზე, ასე რომ ვთქვათ, თანხმდებით, მაგრამ რეალიზატორი გამორიცხულია. ნარკოდამნაშავეების დაკავების პარალელურად სამართალდამცველებმა 16 პირი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებისთვის აიყვანეს. ბოლო 48 საათში ამოღებულია განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები. როგორც კი გამოძიება იღებს ცეცხლსასროლი იარაღს, ინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა. ამ იარაღით ჩადენილი არის თუ არა დანაშაული. ასევე ამოღებული იქნება ექსპერტების მიერ შესაბამისი დაქტილოსკოპიური შესაბამისი ნიმუშები და რა თქმა უნდა ეს გამოძიების ფარგლებში დაერთვება სისხლისაბართ საქმეს. გეკა გელაძემ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება, რომ უწყება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ 24 საათის განმავლობაში მუშაობს. უკომპრომისო ბრძოლა გვაქვს გამოცხადებული ორგანიზებული კორუფციული ნარკოტიკული თუ ნებისმიერი სახის დანაშაულის მიმართ, რომელმაც შეიძლება ოდნავ მაინც შეარყიოს ქართული სახელმწიფოებრიობა, ზიანი მიაყენოს ქართულ საზოგადოებას და პრობლემები შეუქმნას ჩვენს მომავალ თაობებს. კიდევ ერთხელ კატეგორიულად ვაფრთხილებთ ყველა პოტენციურ დამნაშავეს. ნუ აღმოჩნდებიან ჩვენს სამიზნე ჯგუფებში, რადგან ჩვენთვის არ არსებობს არგუმენტი, რომელიც დამნაშავეს საშელისგან დაიხსნის.
48 საათში დაკავებულ 97 პირს გენერალური პროკურატურა უახლოეს საათებში ბრალს წარუდგენს. კანონით დადგენილ ვადაში კი მათ საქმეზე სასამართლო იმსჯელებს. საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთი პრიორიტეტი ბრძოლა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ. ამ თემაზე საუბრობდა დღეს 2 საათის განმავლობაში პრემიერ-მინისტრი პარლამენტში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით დაიბარეს. მიმდინარე წელს დაგეგმილია 4000 უკანონო მიგრანტის გაძევება. ახალი სტრატეგია მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას ითვალისწინებს, რასაც მთავრობა ეროვნული ამოცანით ხსნის. საქართველოსთვის თვალსაჩინო მაგალითია ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც ლიბერალური პოლიტიკის შედეგად უკიდურესად მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. ახალი კანონი ქართულ სამართალდამცველებს საშუალებას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეების საზღვრიდანვე გააბრუნონ უკან. პროგრამა მაქსიმუმია, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოში აღარ იყოს არც ერთი არალეგალი, რაც შეეხება ლეგალურად ყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ უცხოელი სტუდენტების ხარჯზე საქართველოს ბიუჯეტი წელიწადში 300 მილიონი ლარით ივსება, ამიტომ მათი საქართველოში ყოფნის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. კიდევ ერთი დეტალი, ბინადრობის უფლების მქონე უცხოელების რაოდენობა საქართველოში 100,000 შეადგენს. აქედან 30% რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ამ 30,000-დან 30% რეალურად რუსეთის მოქალაქე ქართველია და ისინი საქართველოში ცხოვრობენ. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ბინადრობის უფლება საქართველოში 6,000-ზე მეტ უკრაინელს აქვს, თუმცა კიდევ 25,000 უკრაინელს საქართველოში ლტოლული სტატუსი აქვს მიღებული. ვის შეექმნება პრობლემები ახალი მიდგომებით საქართველოში რას ითვალისწინებს ცვლილებები და რამდენი არალეგალი იმყოფება ამ დროისთვის ქვეყანაში თემაზე საუბარს ლელა ჯავახიშვილი განაგრძობს. ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების რაოდენობა წინასწარი მონაცემებით 20,000-ში ადგენს, თუმცა ითქვა, რომ მაქსიმუმ 2 თვეში სტატისტიკას დააზუსტებს მიგრაციის დეპარტამენტი. სახელმწიფოს მიდგომა გამკაცრებულია ისევე როგორც კანონმდებლობა, მაგალითად, შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში შესული ცვლილებები განსაზღვრავს რიგ პირობებს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის. ის ამოქმედება 1 მარტიდან და ითქვა, რომ მიზანი არის სწორედ ადგილობრივი ბაზრის დაცვა. უცხო ქვეყნის რამდენი მოქალაქე ცხოვრობს საქართველოში, როგორია მათი თანაფარდობა მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით, რა ზომებს ატარებს მთავრობა არალეგალურ მიგრაციასთან საბრძოლველად. კითხვების ავტორი ქართული ოცნება, ადრესატი კი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ფრაქციის შეკითხვებს საპარლამენტო ტრიბუნიდან დღეს კონკრეტული ციფრებით უპასუხა. 257,000 მოქალაქე, რომლის 70%-ზე მეტიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან, ამერიკიდან და ისრაელიდან არიან. ოფიციალურ სტატისტიკასთან ერთად ირაკლი კობახიძე დეტალურად განმარტა, რამდენ პირს აქვს ბინადრობის ნებართვა, რა მიზნით და რა ვადით. ითქვა, რომ გამოწვევების ფონზე გამკაცრებულია რეგულაციები. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება კი ერთობლივად მუშაობს იმისთვის, რომ არალეგალური მიგრაციის მაჩვენებელი ქვეყანაში ნულამდე ჩამოვიდეს. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა, რომ უზრუნველყოთ ჩვენი ეროვნული და ასევე რელიგიური იდენტობის შენარჩუნება. შესაბამისად, მაქსიმუმი გაკეთება იმისათვის, რომ ებრძოლოთ არალეგალურ მიგრაციას. 2025 წელს გასული 12 თვის განმავლობაში გავაძევეთ იმაზე მეტი არალეგალი უცხოელი, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში. თუმცა ეს არ არის საკმარისი. მიმდინარე წელს ჩვენი გეგმის მიხედვით დაახლოებით 4,000 უკანონო მიგრანტის გაძევება უნდა მოხდეს ჩვენს ქვეყნიდან. Das ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენ შეგვიძლია მთლიანად აღმოფხვრათ უკანონო მიგრაცია საქართველოში. განათლების სისტემა არის ასევე გახსნილი უცხოელებისთვის და საქართველოში დღეს სწავლობს 37,000 უცხოელი სტუდენტი. თქვენ გახსოვთ, რომ კონკრეტული სუბიექტები, მაგალითად USAID, წელიწადში $100 მილიარდ გვამადლიდა, რომელიც ერთ არ ხმარდებოდა სინამდვილეში ქვეყნის განვითარებას და მით უმეტეს არც ბიუჯეტში შემოდიოდა. მარტო უცხოელი სტუდენტებიდან წელიწადში შემოდის ბიუჯეტში, მხოლოდ ბიუჯეტში დაახლოებით 300 მილიონი ლარი. და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე უარის თქმა არასწორი იქნება ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველოში ძალიან ბევრი მიმართულებით არის სამუშაო ძალის სერიოზული დეფიციტი. და რომ არა უცხოელი მუშახელი, არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი. ეს ყველაფერი განაპირობებს შრომითი მიგრაციის საჭიროებას. რა მიგრაციული გავლენა შეიძლება ჰქონდეს უძრავი ქონების სფეროში ბოლო პერიოდში დაანონსებულ მსხვილ პროექტებს. ინტერპელაციის ფარგლებში დასმული ამ შეკითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა Eagle Hills-ის უპრეცედენტო ინვესტიციაზე. მისი თქმით, წინასწარი გაყიდვების მაჩვენებელიც ადასტურებს, რომ არაბიზაციაზე ოპოზიციის სპეკულაციები ჩავარდა, ისევე როგორც ეგრეთ წოდებული რუსული კანონის კამპანია. ადრე იყო რუსული კანონი,
ეხლა არის არაბული ქალაქები, იყო უпроსორად არაბული ქალაქები. 157 ბინა შეიძინეს საქართველოს მოქალაქეებმა, 110 ბინა შეიძინეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა. 257 ბინიდან 8 ბინა შეიძინეს იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებიც არიან არაბული ქვეყნები. თავადაც ხედავთ, როგორი არაბიზაციის რისკის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. პრემიერ-მინისტრის პასუხებს მოჰყვა ზეპირის შეკითხვებიც. ხელისუფლების ოპონენტებმა მიგრაციის პოლიტიკაზე მეტად პრობლემა დემოგრაფიაში დაინახეს. მზად ხართ თუ არა აიღოთ საკუთარ თავზე პასუხისგებლობა, რომ შეიქმნას მთელი რიგი ქმედითი სისტემა იმისათვის, რომ მოხდეს ქართული გენოფონდის უბრალოდ გადარჩენა, რომ აქცენტები გაკეთდეს ოჯახზე, როგორც ყველაზე ძლიერ ინსტიტუციაზე და მის გამყარებაზე. აქ სამწუხაროდ ნაკლებად ეფექტურია ეკონომიკური ზრდა და ფინანსური პრივილეგიები. ეს არის მძიმე სოფლმხედველობრივი იდეოლოგიური პროცესების შედეგი. ყველგან სადაც ინტენსიურად და აქტიურად ვრცელდებოდა ეს ეგრეთ წოდებული ლიბერალური იდეოლოგია, ყველგან არის პრობლემები. თქვენ გახსოვთ ეს ეგრეთ წოდებული გენდერული პოლიტიკა, LGBT პროპაგანდა და ეს შემდეგ ამას დაუპირისპირდა სწორედ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. შემოსული ლეგალური თუ არალეგალური უცხო ქვეყნის მოქალაქეები, როგორც იაფი სამუშაო ძალა, ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას აძევებენ შრომის ბაზრიდან და თავად იკავებენ მათ ადგილს. სწორედ ამისათვის იქნა მიღებული ეს კანონი, რომელიც 1 მარტიდან ამოქმედება. სადაც არის ეს პრობლემა, სადაც უცხოელი მოსახლე ანაცვლებს ქართულ მოსახლეს, იქ უნდა კონდეს რა თქმა უნდა კაცრი პოლიტიკა და უნდა მაქსიმალურად ვიზრუნოთ ამ ყველაფრის პრევენციაზე, მაგრამ არის სფეროები, სადაც უბრალოდ არ არსებობს საქართველოში შესაბამისი მოსახლე. შესაბამისი კომპანია იღებს პასუხისმგებლობას, შესაბამისი სამუშაო ძალის ჩამოყვანის შემდეგ და სამუშაოების დასრულების შემდეგ ამ პირთა უკან საკუთარ ქვეყანაში გაბრუნებას. პოლიტიკური დებატები პოლიტიკურ ჯგუფებს შორის გაგრძელდა, როდესაც საპარლამენტო ტრიბუნა ფრაქციების თავმჯდომარეებმა დაიკავეს. ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ხედავენ თავად მიგრაციული გამოწვევების დაძლევას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სფეროებში, სადაც ისინი არალეგალურად არიან დასაქმებულები, ერთის მხრივ კანონიერი გახდეს მათი დასაქმება და მეორეს მხრივ შესაბამის მოუწყებამ აქტიურად ბიზნესთან გამოაცხადოს ვაკანსიები, რომელ ბიზნესს ისი საჭიროებები აქვს. გარე მიგრაციული სურათი წლების განმავლობაში არის არასახარბილო, თუმცა ყველაზე მეტი სიმძიმე შეინიშნებოდა 2009-2010 წლებში, როცა ორნიშნა მაჩვენებელი იყო უარყოფითი მიგრაციული სალდო და ბოლო წლებში პირველად დაფიქსირდა დადებითი მაჩვენებელი. ეფექტური საიმიგრაციო პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა დღეს არის დემოგრაფიული, სოციალური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. როდესაც საუბრობთ ოჯახურ ღირებულებებზე, კითხვას ვსვავთ არასოწლოვანთა დაცვის კანონზე, როდესაც აქ მუშაობდით, თქვენ პირდაპირ მნიშვნელობით გაიქეცით. ვერც უარყვეთ, ვერც დაადასტურეთ და უბრალოდ გაიქეცით, დარბაშიც არ ყოფილხართ სამარცხვინოთ. გითხრეს, გაიქეცით და არ შეხვიდეთ ამ თემაში პოლემიკაში. დღეს გამოხვედით და თურმე გული შეგტკივათ და აქ საუბრებით დემოგრაფიაზე და ოჯახურ ღირებულებებზე. ეს არის დავალებები, რაც მოგდით. პარლამენტში უკვე მიღებული კანონებით უკანონო მიგრაციის შემთხვევებში გაზრდილია ჯარიმები. სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელებზე დაწესებულია შემოსვლის აკრძალვა. შექმნილია ადგილობრივ ბაზარზე დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაცემთა ელექტრონული სისტემა. გამკაცრებულია მათი დასაქმების პირობებიც. გაცილებით ადრე აიკრძალა კონსტიტუციურ დონეზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გასხვისება უცხოელებს. მაგრამ რამდენად პასუხობს არსებულ გამოწვევებს მთავრობის მიერ 2020 წელს დამტკიცებული მიგრაციის სტრატეგია. მოკლედ გიპასუხებთ, რომ ვერ პასუხობს. ინტერპელაციის წესით დასმულ ბოლო შეკითხვას ირაკლი კობახიძემ შემაჯამებელ გამოსვლაშიც უპასუხა ოპონენტების სხვა შეკითხვებთან ერთად. მიგრაციის საწილიანი გეგმა დამტკიცდა იმ დროს, როდესაც თქვენი პარტიის ლიდერი გახდათ მთავრობის მეთაური. ეს ის გეგმა, რომელიც დავიწვნა, თუმცა არ დამიწვენებია იმის გამო, რომ თქვენი პარტიის თავმჯდომარის ლიდერობით დამტკიცდა, დავიწვნა იმიტომ, რომ რეალურად არ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს. ჩვენ გვაქვს რეალურად ახალი სტრატეგია, რომელიც შეიძლება განახლებულ დოკუმენტში აისახოს, რომელიც სწორედ რომ მოგცემს ჩვენ უკანონო მიგრაციასთან ეფექტიანად ბრძოლის საშუალებას. შეერთებული შტატებისა და ევროპის მსგავსად საიმიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრება საქართველოს ხელისუფლების განაცხადია. პრემიერ-მინისტრმა დღეს ახალი ინიციატივებიც დაანონსა, რომელსაც მთავრობა პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგენს.
პრემიერ-მინისტრმა დღესვე დაანონსა, რომ გადაიხედება და განახლდება სოციალური დახმარების სისტემა, მთავრობის გადაწყვეტილების მიზეზები და მთავარი არგუმენტები მან სწორედ საპარლამენტო ტრიბუნიდან ახსნა. რაც შეეხება სოციალური შემწეობის მიღებთა ბაზას, ეს ბაზა საჭიროებს გადახედვას. გამომდინარე იქიდან, რომ ერთგვარი მორატორიუმი იყო კოვიდის დროს გაიზარდა 2020 წელს სოციალური დახმარების მიღებთა რაოდენობა, მას შემდეგ ერთგვარი ასე ვთქვათ მორატორიუმი მოქმედებდა ბაზის გადახედვაზე, რეალურად ბაზა არის გადასახები. არ შეიძლება გაიზარდოს სოციალური დახმარების მიღებთა რაოდენობა იმ პირობებში, როდესაც სიღარიბე არის განახევრებული. ჩვენ ერთგვარი პირველადი ანალიზი ჩავატარეთ და გამოვლინდა, რომ მაგალითად მხოლოდ 8% სოციალური დახმარების მიმღებთა შორის არის ისეთი ადამიანი, რომელიც არის შეძლებული, ანუ არათუ სიღარიბეზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს, შეძლებულია ამ 708-დან 8% დაახლოებით. ეს არის პირველადი ანალიზი, რომელიც ჩავატარეთ. რა თქმა უნდა, სოციალური შემწეობის მიღებთა ბაზა საჭიროებს გადახედვას, რაც არსებითად არ მოხდარა 2020 წლის შემდეგ, ბუნებრივია ეს არის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი და ამოცანა. ირაკლი კობახიძე ინტერპელაციის წესით პარლამენტში ქართული ოცნების ინიციატივით იმყოფებოდა. მადლობა, ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სამთავრობო სტრატეგიაზე. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ბუსა ჟვანიას ნიკო კვარაცხელიას სკოლობის ორგანიზებისთვის დღეს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. ციხეში გაეცნენ ახალ ბრალს ძმები კაკულიებიც, რომლებიც საკუთარ პროცესს დისტანციურად ჩაერთვნენ. არც ერთი ბრალდებული სასამართლო დარბაზის განსასჯელის კამზე. ასეთ ვითარებაში ჩატარდა პროცესი, რომელზეც მიმავლაში მყოფ ბუსა ჟვანიას ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავდა. დავიდა გურამ კაკულიები კი ციხიდან ამტკიცებდნენ, რომ არავითარი კავშირი არ აქვთ ფიქრის გორაზე მოხდარ მკვლელობასთან. ბრალს არ აღიარებენ და აცხადებენ, რომ კვარაცხელიას ოჯახი მომავალ პროცესებზე სრულ სიმართლეს გაიგებს და დარწმუნებულები არიან, რომ მაწინააღმდეგ შეტანილ სარჩელს უკან გაიტანენ. დავიდა გურამ კაკულიების ასევე ბუსა ჟვანიას გარდა ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაზე სასჯელს უკვე იხდიან უშუალო შემსრულებლები. გიორგი კაველაძე და აკო ჭელიძე, მათ 16 და 17 წელი აქვთ მისჯილი. 5 პირიდან თავისუფლებაზე დღეს მხოლოდ ერთია. პროკურატურა აცხადებს, რომ ჟვანია მიმავლამდე რამდენჯერმე გამოკითხეს და თითოეულ შემთხვევაში განსხვავებული ჩვენება აქვს მიცემული. დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა და საერთაშორისო ძებნის გამოცხადება. ამ შედეგით დასრულდა ბესარიონ ბუსა ჟვანიას პირველი სასამართლო პროცესი ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე წაღენებული ბრალის შემდეგ. ადვოკატი მის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეკმავს. ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება იქნა ბესარიონ ჟვანიას მიმართ გამოყენებული, რაც საქმის შესაბამისად არ გამომდინარეობს და არ პასუხობს და ესე რომ ვთქვათ, ხდება არანაირ კანონის ჩარჩოში. საქმის მასალებში კი პროკურორის ინფორმაციით არაერთი მტკიცებულება დევს, მათ შორის ვიდეო ჩანაწერები. სასამართლომ ბრალდების შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ცნო, რომ მათ მიერ ჩადენილია კონკრეტული ქმედება. ამავდროულად ბესარიონ ჟვანიას მიმართ გამოყენებული იქნა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. საქმის მასალები გარდა ვიდეო მტკიცებულებებისა, სატელეფონო კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციას, GPS მონაცემებისა, გარდა ამისი, საქმის მასალები არის დღეის მდგომარეობით უკვე 28 ტომი. პროცესს დისტანციურად ესწრებოდნენ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებული გურამ და დავით კაკულიები, რომლებმაც თქვეს, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან. არ ვეთანხმებით ბრალს, ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის მედიის მიერ გამოგონილი, რაც დაიჯერეს კვარაცხელიებმა. დარწმუნებული ვარ, კვარაცხელიები გაიგებენ ამას და გაიტანენ სარჩელს. დავით კაკულიას ჯერ სხდომათა დარბაზში, შემდეგ კი მედიის საშუალებით უპასუხა სახელმწიფო ბრალდებამ. გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება ძმები კაკულიებისთვის მედიას არ დაუბრალებია და მტკიცებულებები პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში მოიპოვა. მე მოვისმენე კაკულიების პოზიცია და ცალსახად მინდა გითხრათ, რომ მედიას მათთვის არაფერი დაუბრალებია. აღნიშნული მტკიცებულებები მოიპოვა ბრალდების მხარემ და აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე იქნა გამოტანილი ბრალდების დადგენილება მათ მიმართ. მტკიცებულებების მოპოვება
დაიწყო უშუალოდ 2021 წლის 15 სექტემბრის მერე და დამერწმუნეთ დღემდე გრძელდება და კიდევ გაგრძელდება აღნიშნული ინფორმაციის მოპოვება. პროკურორი იმ ვიდეო მტკიცებულებებზეც საუბრობს, რომელიც საგამოძიებო უწყებამ გუშინ გაასაჯაროვა. კადრებში ჩანს, როგორც ცდილობენ უშედეგოდ 2021 წელს სომხეთიდან საქართველოს საზღვრისკვეთას დავით და გურამ კაკულიები, ბესარიონ ბუსა ჟვანია და გიორგი კავილაძე. პროკურატურის ინფორმაციით მოგვიანებით კაკულიებმა საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს და ბესარიონ ბუსა ჟვანიას ოჯახის კუთვნილ სახლში კონსპირაციულ შეხვედრებს მართავდნენ, სადაც საგამოძიებო უწყების ცნობით ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობას აორგანიზებდნენ. პროკურატურის ინფორმაციით 2021 წლის 15 სექტემბერს სწორედ ბესარიონ ბუსა ჟვანიას სახლიდან გამოვიდნენ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შემსრულებლები ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. გაემართნენ კვარაცხელიას სახლისკენ, ჩასაფრება მოუწყვეს და აედევნენ. შემთხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან ნიკოლოზ კვარაცხელიას არაერთხელ ესროლა. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე მსჯავრდებულები არიან და მათ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა უკვე მისჯილი აქვთ. ძმებ კაკულიებს და ბუსა ჟვანიას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. წინა სასამართლოს ხდომა კი 8 აპრილს ჩაინიშნა. 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით სასიკვდილოდ დაჭრეს. ის კლინიკაში გადაყვანიდან მალევე გარდაიცვალა. როგორი იქნება შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა მომდევნო 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი სტრატეგიული დოკუმენტი ნომერ 1 პრიორიტეტად ეროვნულ სუვერენიტეტს ასახელებს. ვაშინგტონი თვლის, რომ ღია საზღვრებისა და გლობალური ინტეგრაციის გეგმა არ გაამართლა. ამიტომ სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩამრევ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვერც საერთაშორისო ბიუროკრატია იმოქმედებს ამერიკის პოლიტიკაზე. მარკო რუბიოს უწყება აღნიშნავს, რომ უცხოური დახმარების არქიტექტურა დიდი ხანია აცდა შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესს. საერთაშორისო ორგანიზაციების რეალური მისია არის ამერიკელი ლიდერების ის ოცნება, რომელიც არ ახდა და არც ახდება. ამერიკელი გლობალისტების ოცნება, რომ მხოლოდ ოცნებად დარჩა, ამას სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს. მარკო რუბიოს უწყება განმარტავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ნაცვლად მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისა და სახელმწიფოების ერთმანეთთან დაახლოებისა პოლიტიკური აქტორების როლი მოირგეს და დამახინჯებულ ლიბერალურ მცნებებზე დაყრდნობით საკუთარი პარტაქტივის ჩამოყალიბება დაიწყეს. სწორედ ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციებს დაფინანსება უწყდებათ. ვაშინგტონის ვერდიქტი უკვე ცნობილია, შტატები არ აღიარებს არც ამ ორგანიზაციების დასკვნებსა და რეზოლუციებს. პარტნიორ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გამყარებას კი პირადი კონსულტაციებისა და დიალოგის მეშვეობით ეცდება. სახელმწიფო დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს და არც მხარს დაუჭერს იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ კონვენციებს, რომლებიც მოქმედებენ ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ ან არღვევენ ჩვენს სუვერენიტეტს. აღარ დავემორჩილებით არჩეულ საერთაშორისო ბიუროკრატებს, რომლებიც მათ მართავენ. არ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები იქცნენ იარაღად. ჩვენ ფოკუსირდებით ამერიკული გავლენის გაზრდასა და ორგანიზაციების რეფორმირებაზე. საჭიროა განახლებული ხედვა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაზე, რომელიც შორს წავიდა თავისი დანიშნულებისგან. ჩვენ წინააღმდეგობას გავუწევთ გაეროს 2030 წლის დღის წესრიგსა და მდგრადი განვითარების მიზნებს. ასევე ვეცდებით დავბლოკოთ ის რეზოლუციები, რომლებიც ძირს უთხრის შეერთებული შტატების ან მოკავშირეების ინტერესებს. ის, რასაც ვაშინგტონი ახლა ამბობს, თბილისში უკვე დიდი ხანია იციან. მართველი გუნდის წარმომადგენლები ერთის მხრივ შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას მიესალმებიან, მეორეს მხრივ კი ამბობენ, რომ ახალი სტრატეგიული დოკუმენტით ამერიკამ დაადასტურა, რომ წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების სხვა ქვეყნის შიდა საქმეში ჩარევისა და საზოგადოების დაპირისპირებისთვის გამოიყენებოდა. კიდევ ერთხელ ამერიკის შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ გარე ჩარევებს ჰქონდა ადგილი, რაც ნამდვილად არის მისასალმებელი არის ის, რომ ამერიკამ ახალმა ადმინისტრაციამ უარი თქვა აი ამ უკანონო ჩარევებზე, უკანონო გავლენების მოპოვებაზე და პირიქით სხვა საზოგადოების პატივისცემით, სხვა სახელმწიფოების პატივისცემით აპირებს იგი საგარეო პოლიტიკის განვითარებას. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შტატების სტრატეგია მხოლოდ კრიტიკაა და ამ განცხადებას ქმედითი ნაბიჯები არ მოჰყვება. ამ პოზიციის მიუხედავად მაინც არ აქვთ პასუხი კითხვაზე. მაშინ რატომ დახურა ჯერ კიდევ 1 წლის წინ რუბიოს უწყებამ USAID, რომელიც NGO-ების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელი იყო წლების განმავლობაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში, როდესაც საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციებზე და აქვთ კრიტიკული პოზიცია, ეს არის კრიტიკული პოზიცია, არ აუქმებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას შტატების მხრიდან სწორი პოლიტიკის გაგრძელებად მიიჩნევენ საპარლამენტო უმრავლესობაში. დეპუტატები იხსენებენ იმ პერიოდსაც, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციები და მომავალ საფრთხეებზე და რევოლუციის მოწყობის მცდელობებზე ოფიციალური თბილისი ხმამაღლა საუბრობდა, რის გამოც შტატების მაშინდელი ადმინისტრაციისა და კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმის ობიექტი არაერთხელ გახდა. ისეთი ტიპის ორგანიზაციებს მოგითხა პასუხი, რომლებიც უცხო ქვეყნებში ამერიკის საწინააღმდეგო ქმედებებს ჩადიოდნენ და ლამის ამერიკის სახელით სახელმწიფო გადატრიალებებს აწყობდნენ. ამიტომ ეს ამის გაგრძელება და ეს არის სწორი მიმართულება, სწორი პოლიტიკა და არ შეიძლება ამას არ მიესალმოს ადამიანი. დღეს უკვე ზედაპირზე დებს ეს ყველაფერი. იმ სახელმწიფოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა და სტრუქტურებმა ისაუბრეს, რომ ესენი იყვნენ პოლიტიკური манипуляციის, საკანონმდებლო საქმიანობაში ჩარევის და მათ შორის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტზე ზემოქმედების იარაღები. შეერთებული შტატების სააგენტოს გეგმა სტანდარტულად 4 წელში ერთხელ ქვეყნდება. წლევანდელი სტრატეგიით სახელმწიფო დეპარტამენტმა იმ ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლა გამოაცხადა, რომლებიც დემოკრატიული სტანდარტების გავრცელების ნაცვლად პოლიტიკურ იარაღად იქცნენ და ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენეს. პენტენციური სისტემა და პოლიცია ევროპის საბჭოს წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიში ნათქვამია, რომ საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ასევე დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობის ან არასათანადო მოპყრობაზე. დადებითად არის შეფასებული პენტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემას. რაც შეეხება ხარვეზებს, ეს არის პატიმრების განაწილების პოლიტიკა, არაფორმალური იერარქია ციხეში და ცალკეული შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულებმა დაკავებისას დაზიანებები მიიღეს. ექსპერტების შეფასებით საქართველოს პენტენციურ სისტემაში არასათანადო მოპყრობის არც ერთი ფაქტი დადასტურებულა. ანგარიში წამების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა გამოაქვეყნა. იუსტიციის მინისტრის მოადგილის განმარტებით, სწორედ ამ კომიტეტის მიერ მოიხსენიებოდა საქართველოს 2012 წლამდე ადგილად, სადაც წამებას სისტემატიური ხასიათი ჰქონდა. ახლა კი ბექა ძამაშვილის განცხადებით ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი და ანგარიში დადებითად არის შეფასებული სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეფასებაა და პენტენციურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს ყველაზე კარგად ასახავს მათ შორის ევროპული სასამართლოს სტატისტიკასთან ერთად, რომლის მიხედვითაც 2012 წლის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ პენტენციურ სისტემიდან შესული არც ერთი საჩივარი გამოცხადებულა დასაშვებად. გარდა აღნიშნულისა, დასკვნაში ასევე ძალიან პოზიტიურად არის შეფასებული პენტენციური ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები. ყურადღება მახვილდება ლაითურის ახალ ციხეზე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს როგორც პატიმრების, ასევე თანამშრომლობის ინტერესებს. კომიტეტი მიესალმება იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობას. ანგარიშში ნათქვამია, რომ დელეგაციამ დაუბრკოლებლად მოინახულა პენიტენციური დაწესებულებები და წვდომა ჰქონდა მოთხოვნილ დოკუმენტაციაზე. უწყებაში ამბობენ, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს პენიტენციური სისტემის გამჭვირვალობაზე. მონიტორინგის ფარგლებში ექსპერტებს არ მიუღიათ ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ფიზიკური ძალადობისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. პირიქით, სიპიტის შეფასებით პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებსა და პატიმრებს შორის დადებითი და მშვიდი ურთიერთობა არსებობს. დადებითად შეფასდა პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სისტემა. ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს მიეწოდებათ სადღეღამისო სამედიცინო მომსახურება. ყველა დაწესებულებაში უზრუნველყოფილია პირველად დახმარებაზე სწრაფი ხელმისაწვდომობა. წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიშში სამართალდამცავ სტრუქტურებში აღმოჩენილ ხარვეზებზეც არის საუბარი და მათ გამოსასწორებლად რეკომენდაციებიც გაიცა. პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების გადანაწილების პოლიტიკის არარსებობა, პატიმრებს შორის ძალადობა და არაფორმალური იერარქიის გავლენა, აქციების დროს დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობა. კომიტეტის რეკომენდაციაა ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები იმის უზრუნველსაყოფად, რომ პირების დაკავებისას პოლიციამ გამოიყენოს მხოლოდ აბსოლუტურად აუცილებელი და პროპორციული ძალა. ანგარიში დადებითად არის შეფასებული დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული დაკავებისა და დაკავებულთა განთავსების პირობები, ნაწილ იზოლატორებში არსებული ინფრასტრუქტურა და დაკავების პირობები შეფასებულია როგორც შესანიშნავი, ხოლო უმრავლესობა იზოლატორებში როგორც კარგი. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ ანგარიში დადებითად არის შეფასებული წამებისა და არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ არსებული მექანიზმები, კერძოდ მათი მხრიდან მოწონება დაიმსახურა იმ სისტემამ, რაც უკვე არსებობს იზოლატორებში, კერძოდ
დროულად ხდება დაკავებული პირების დაზიანებების აღწერა სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად, ასევე სწრაფად ხდება საგამოძიებო უწყებების ინფორმირება და მათი მხრიდან ეს მექანიზმი შეფასებული იქნა როგორც კარგი პრაქტიკა. მართველი გუნდის ოპონენტებისთვის ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის ანგარიში კრიტიკულია. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვის კუთხით 2012 წელთან შედარებით არსებულ მკვეთრ გაჯანსაღებაზეა საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, ამ სექტორში გაუმჯობესება და პროგრესი არის, მაგრამ ჩვენ ვიცით უამრავი შემთხვევა, როდესაც ოქტომბერ, ნოემბერ, ნოემბერ, დეკემბრის აქციების დროს, მათ შორის წინასწარი დაკავების მანქანებში, როგორ უსწორდებოდნენ მომიტინგეებს და დემონსტრანტებს პოლიციელები. ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ სწორედ პატიმართან მიმართულებით სასტიკი მოპყრობა ჯანმრთელობაზე, უარისხმა და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებიც კი, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს აქვს შეფასებული ნაციონალური მოძრაობის დროს. ის ფაქტიც, რომ ამ თვალსაზრისით არც ერთი საქმე არ არის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი 2012 წლიდან, მაშინ როდესაც საქმეზე იგზავნებოდა წინა ხელისუფლების დროს, მეტყველებს ზუსტად იმას, რომ აქ უფლებების დაცვა მაღალი სტანდარტით არის ორგანიზებული. სიფიტის დელეგაცია საქართველოში 2024 წლის ნოემბერში და 2025 წლის იანვარში იმყოფებოდა. დღეს ქართული ოცნების დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის დაბადების დღეა. ბიძინა ივანიშვილს 70 წლის იუბილე პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ მიულოცეს. ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ და დიდ მოღვაწეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს ულოცავ დაბადების 70 წლის იუბილეს გისურვებ ჯანმრთელობას, ხნეობას და დღეგრძელობას თქვენს ოჯახთან ერთად. ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეო წერს მიხეილ ყაველაშვილი. სოციალურ ქსელში გავრცელა მილოცვა შალვა პაპუაშვილმაც დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე წლებიდან დაიწყო მისი ზრუნვა ქვეყნის გაძლიერებისა და განვითარებისთვის. გამოცდილებისა და შესაძლებლობების ზრდასთან ერთად ფართოვდებოდა ამ ზრუნვის მასშტაბი. სწორედ ამ პასუხისმგებლობის განცდა და სამშობლოსადმი ერთგულება აძლევს მის საქმიანობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას, წერს პარლამენტის თავმჯდომარე. ის რომ გასული 4 წლის განმავლობაში საქართველოს შეინარჩუნა მშვიდობა, განაგრძო სწრაფი ეკონომიკური ზრდა და განემტკიცა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ამ სიტყვებით კი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს 70 წლის იუბილე მთავრობის მეტაორმა მიულოცა. სოციალურ ქსელში გავრცელებული მილოცვის შემდეგ ირაკლი კობახიძემ ქართული ოცნების დამფუძნებლის განსაკუთრებულ როლზე საპარლამენტო ტრიბუნიდანაც ისაუბრა. როდესაც გარდატეხაზე და გარდამტეხ არის საუბარი, შეუძლებელია არ ვისაუბროთ ბატონ ბიძინა ივანიშვილის გარდამტეხ როლზე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. 2012 წელს მან მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის განვითარების მიმართულება. მინდა შეგახსენოთ, რა ვითარება იყო 2011-12 წლებში. დემოკრატია ფეხქვეშ გათელილი, სამართლის უზენაესობა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეა ფეხქვეშ გათელილი, ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელილი, ადამიანის ღირსება, საკუთრების უფლება, ბიზნესის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, მედია პლურალიზმი, ყველაფერი იყო ფეხქვეშ გათელილი. და ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ნამდვილ თავგანწირვა საჭიროებდა პოლიტიკურ პროცესში შემოსვლა. მით უმეტეს ადამიანისგან, რომელსაც კიდევ ერთხელ ვიტყვი, ძალიან ბევრი რამ ჰქონდა დასაკარგი და შეიძლება ყველაზე მეტი ჰქონდა დასაკარგი. და სწორედ ამ დროს გადადგა მან ეს პრინციპული ნაბიჯი და გარდატეხა შეიტანა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში. და მას შემდეგ საქართველოში არის დამკვიდრებული დემოკრატიული სისტემა, სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის რეალიზება გახდა შესაძლებელი, სამართლის უზენაესობა არის უზრუნველყოფილი, ადამიანის უფლებების დაცვა, ღირსების დაცვა, ადამიანის ღირსების დაცვა, საკუთრების უფლება აღდგა, როგორც ასეთი ჩვენს ქვეყანაში, ბიზნესი არის თავიდან ბოლომდე თავისუფალი, გვაქვს მედია პლურალიზმი, ყველა მიმართულებით გარდამტეხი ცვლილებები არის, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და რაც შეეხება 2022 წლის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ზუსტად ისეთივე რისკებთან იყო დაკავშირებული ამ პერიოდში პრინციპული პოზიციის დაგავება, როგორც ეს იყო 2011-12 წლებში. პიროვნული რისკის ფასად შეიძლებოდა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა იმ სცენარისგან, რომელიც განვითარდა ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, უკრაინაში. და აქაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავდადება, თავგანწირვა სამშობლოსათვის, თავგანწირვა და ეს შეიძლება ადამიანს გაეკეთებინა მხოლოდ ქვეყნის მიმართ, სამშობლოს მიმართ განსაკუთრებული სიყვარულის შემთხვევაში და ეს არის ის, რაც ამ ადამიანს
გამოარჩევს მოთმინების კულტურა. ეს არის ის, რაც ბატონმა ბიზნესმენებმა დაამკვიდრა ქართულ პოლიტიკაში და მან გახადა შესაძლებელი 2012 წელს გამარჯვების მოპოვება, ეს იყო ქართული ხალხის გამარჯვება და არა მხოლოდ კონკრეტული პოლიტიკური გუნდის გამარჯვება და მან გახადა შესაძლებელი 2022 წლის შემდეგ უკვე ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენ გვქონდა განსაკუთრებული გამოწვევა, ჩვენი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ იყო ისეთი მტკიცე, როგორც უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და რა თქმა უნდა, ჩვენი გამოწვევები არის განსაკუთრებული, თუმცა ჩვენ გვაქვს ღირსება და ნებისმიერი ღირსეული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა იყოს მტკიცე. და სწორედ ბატონი ბიზნესმენიშვილის ხელმძღვანელობით გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით 2022 წლიდან პერიოდზეა საუბარი, ჩვენ მოახერხეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის გამტკიცება. და მადლობა ყველაფრისთვის ბატონ ბიზნესმენიშვილს კიდევ ერთხელ ულოცავ დაბადების დღეს და მინდა უსწორო ღირსეულობა ჯანმრთელობა ყოველივე საბუთებს. ასე იყო დღევანდელი დღე 18 თებერვალი და კურიერი 9 საათზე. კარჩით რუსთავიორზე რამდენიმე წუთში დღის და კვირის სავარო პოლიტიკურ თემებზე საუბარი ნინა შუბაძის ღამის კურიერში გაგრძელდება. ჩვენ კი დღეს ამ თვალსაჩინო მუშაობას ხვალამდე გემშვიდობით ნახვამდის.